ჩვენი ცხოვრება არის სწავლება სიყვარულს. მე მინდა გესაუბროთ დღეს მეგობრობას. სინამდვილეში მთელი ჩვენი ცხოვრება ვინ როგორ იგებს ამ მეგობრობას. მთელი ჩვენი ცხოვრება დევს აი ამ სიყვარულს. ყველაფერი ფასდება აქედან გამომდინარე. სახარებას როცა ჩვენ წავიკითხოთ და ცოტა კარგად დავუკვირდებით ამ კონტექსტით განვიხილოთ, მეგობრობის კონტექსტით განვიხილოთ, იქ ვნახავთ საოცრად სწორედაც განხილვას ადამიანებთან ურთიერთობისა მეგობრობის ჭრილიდან. აბა როგორ არის? მე თვითონაც გვეუბნება, რომ მეგობრები ხართ და თვითონ რას აკეთებს? თვითონაც ამტკიცებს აი ამ მეგობრობას. მეგობრობა არის მდგომარეობა, როცა შენ მეორე ადამიანს ენდობ. ეგ არის ერთი მხარე და მეორე მხარე კიდე, ანუ იქიდან წამოსულს ენდობი, მეორე ის არის, რომ მეგობრისთვის შენ ყველაფერს აკეთებ. ანუ ერთი არის შენი მხრიდან, შენ რას აკეთებ მეგობრისთვის და მეორე არის იქიდან დამოკიდებულებას როგორ ხვდები შენ. აბა დაუკვირდეთ, უფალი რომ მოვიდა, სწორედაც ამაზე გვესაუბრე.